მოგესალმებით, მე ვარ ექიმი მიშა გაგუა. ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ სამიანო, ანუ ფეტოპლაცენტარული სისხლმიმოქცევის დოპლერომეტრიული კვლევის შესახებ. თუ რა უნდა შეფასდეს და როდის არის მისი ჩატარება მნიშვნელოვანი. რასაც მოგიყვებით, ყველაფერი ნასწავლი მაქვს მიან გინეკოლოგ ეკოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის საგანმანათლებლო რესურსებიდან. მე უკვე დიდი ხანია ვარ ამ ასოციაციის წევრი და პრაქტიკაში ხელმძღვანელობ მათი პროტოკოლებით. სამიანო დოპლერომეტრიული კვლევის დროს რეკომენდირებულია შევაფასოთ სისხლდინების სპექტრის პარამეტრები, ფორმა, ზომა და სხვა. დედის საშვილოსნოს, ჭიპლარის და ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიებში, ასევე ნაყოფის ვენურ სადინარში. თითეული მათგანის შეფასებას აქვს მკაფიო წესები. თუ როგორ მოვნახოთ სასურველი სისხლძარღვი, როგორ მოვახდინოთ მიღებული გამოსახულების ოპტიმიზაცია, სისხლძარღვის რომელ მონაკვეთში გავზომოთ პარამეტრები და სხვა. ეს წესები დეტალურად არის აღწერილი მიან გინეკოლოგ ეკოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის შესაბამის გაიდლაინში. კვლევის ხარისხიანად ჩასატარებლად აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიზუსტე და სტანდარტების დაცვა. ჩვენებებს რაც შეეხება, ჩვენთან სამიანო დოპლერომეტრიული კვლევა მეტწილად არამიზნობრივად ინიშნება და ტარდება. რას ვგულისხმობ? ხშირად მას ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ჯანმრთელ დედას და ჯანმრთელ ნაყოფს უტარებენ ხოლმე. რაც პრაქტიკული თვალსაზრისით არარელევანტურია, იმიტომ რომ ამ დროს ფეტოპლაცენტარული სისხლმიმოქცევა ყოველთვის არის ნორმალური. ეს ევროპულ გაიდლაინებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ქართულ ორსულობაზე მეთვალყურეობის სახელმწიფო პროტოკოლშიც წერია. თუმცა, როგორც გითხარით, ალბათ თავის დაზღვევის მიზნით ამ კვლევას ხშირად ჩვენების გარეშე ნიშნავენ სპეციალისტები. ამ კვლევას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გართულებული ორსულობის, მაგალითად ნაყოფის ზრდის შეფერხების, ჰიპერტენზიის, პრეკლამპსიის, მწვავე ინფექციის, პლაცენტის დაზიანების დროს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ნაყოფის სისხლმიმოქცევის დინამიკაში რამდენიმე დღიანი ინტერვალებით შეფასება, რომ მოხდეს მშობიარობისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა, რადგან სისხლდინების პარამეტრების გაუარესებას მოყვება ხოლმე ნაყოფის დედის მუცელში დაღუპვა. სამიანო დოპლერომეტრიული კვლევა ასევე ინფორმატიულია ნაყოფის ზრდის შეფერხების და მცირე მასის ჯანმრთელი ნაყოფის ერთმანეთისგან გასარჩევად, რომ სწორად განსაზღვროთ ორსულობის მართვის ტაქტიკა. ასევე მოწოდებულია ორსულობის გართულებების, ჰიპერტენზიის და პრეეკლამპსიის სკრინინგის მიზნით. და რატომ მაინც და მაინც ამ 4 სისხლძარღვის შეფასება არის მნიშვნელოვანი? დედის საშვილოსნოს არტერიებს რაც შეეხება, კვლევებით დადგენილია, რომ ნორმაში არაორსული ქალის საშვილოსნოს არტერიებისთვის დამახასიათებელია მაღალი რეზისტენტობა. ორსულობის დროს კი, როცა ნაყოფი და მასთან ერთად საშვილოსნო იზრდება, საშვილოსნოს არტერიებიც განიცდიან შესაბამის ფიზიოლოგიურ ცვლილებას და მათი რეზისტენტობა მცირდება. კვლევის დროს სწორედ ამას ვაკვირდებით. პულსური დოპლერის რეჟიმით ჩვენ ვაფიქსირებთ სისხლდინების პარამეტრებს, რომელთა ინტერპრეტაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სისხლძარღვთა რეზისტენტობაზე. საშვილოსნოს არტერიების მაღალი რეზისტენტობა, რომელიც ორსულობის მეორე-მესამედშიც ნარჩუნდება, მიუთითებს საშვილოსნო პლაცენტის სისხლმომარაგების დარღვევაზე და ორსულობის გართულებების, ჰიპერტენზიის, პრეეკლამპსიის განვითარების მაღალ რისკზე. საერთაშორისო პროტოკოლით საშვილოსნოს არტერიების შეფასება პირველად რუტინულად ორსულობის პირველ მესამედში 12 კვირის ვადაზე პირველი სკრინინგული კვლევის დროს არის რეკომენდირებული. და თუ ამ დროს საშვილოსნოს არტერიების რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ორსული საჭიროებს დამატებით მკურნალობას და ინტენსიურ მეთვალყურეობას. ჭიპლარის არტერიებს რაც შეეხება, ნორმაში ჭიპლარის არტერიებისთვის დამახასიათებელია ორფაზიანი მრუდი და გულისცემის მთლიან ციკლში წინმიმავალი სისხლის ნაკადი. გართულებების დროს კი შეიძლება ეს დაირღვეს, გულიშეკუმშვის დროს წინ მიდიოდეს სისხლი, მაგრამ მოდუნების დროს ჩერდებოდეს, ან პირიქით უკან ბრუნდებოდეს. კვლევის დროს ჩვენ სწორედ ამას ვაფასებთ და თუ დინამიკაში ვხედავთ პარამეტრების გაუარესებას, ეს ხდება გადაუდებელი ნაადრევი მშობიარობის ჩვენება.
როგორც ლიტერატურაში აღნიშნავენ, ამ დროს მუცლად ყოფნის რისკები აჭარბებს ნაადრევი მშობიარობის რისკებს, რადგან ნაყოფი შეიძლება დედის მუცელში დაიღუპოს. რაც შეეხება ნაყოფის თავისტვინის შუა არტერიებს. ნორმაში მათთვის დამახასიათებელია მაღალი რეზისტენტობა. ორსულობის სხვადასხვა გართულებების დროს კი მათი რეზისტენტობა შეიძლება შემცირდეს. ამ დროს მოქმედებას იწყებს ნაყოფის ფიზიოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, მიმართული სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ორგანოს თავისტვინის ჟანგბადით მომარაგების სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ ფენომენმა მიიღო brain sparring ეფექტის სახელწოდება. თავისტვინის შუა არტერია ასევე გამოიყენება ნაყოფის ანემიის არაინვაზიური დიაგნოსტიკისთვის. ეს მიგნება პირველად ამერიკელმა პროფესორმა მარმა აღწერა. მაგალითად, რეზუს კონფლიქტის ან მწვავე ინფექციების დროს, როცა სისხლში ფორმიანი ელემენტები იშლება, პროპორციულად მცირდება მისი სიბლანტე და მატულობს სისხლდინების სისწრაფე, რაც ჩვენ პულსური დოპლერის რეჟიმის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ. ვენურ სადინარს რაც შეეხება, ნორმაში ჯანმრთელი ნაყოფის ვენურ სადინარში გულისცემის მთლიან ციკლში ფიქსირდება სამფაზიანი წინმიმავალი სისხლდინების სპექტრი. სხვადასხვა პათოლოგიების, მაგალითად გულსიძარღვთა სისტემის მანკების, ნაყოფის ზრდის შეფერხების დროს კი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მესამე ფაზაში უკანმიმავალი სისხლდინება. დამატებით კიდევ მინდა ერთ საკითხს შევეხო. საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით ეს არ არის აუცილებელი, თუმცა სამიანო დოპლერომეტრიული კვლევის დროს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ნაყოფის არტერიული სადინარის სისხლმიმოქცევის პარამეტრებიც. არტერიული სადინარისთვის ნორმაში გულისცემის მთლიან ციკლში დამახასიათებელია ორფაზიანი წინმიმავალი სისხლდინების მრუდი, რაც თავისტვინის ნორმალურ სისხლმომარაგებაზე მიუთითებს. ნაყოფის კრიტიკული დაზიანების დროს კი ჩვენ შეიძლება ვნახოთ ამ ნაკადის შემცირებაც. ეს გახლავთ სამიანო დოპლერომეტრიული კვლევის მოკლე შინაარსი. აღსაქმელად შედარებით რთული საკითხია და ვეცადე მარტივად ამეხსნა. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93A-ში ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში.